რომელიც შანსიც ჩვენ ყველას გვაქვს, რომ ამოვიდეთ სიღარიბიდან, დავძლიოთ სიღარიბე, გაჩნდეს მეტი სამუშაო ადგილები. Იყოს ჯანდაცვა ხელმისაწვდომი და ქალაქი იყოს უფრო კომფორტული, როგორც არასოდეს ყოფილა ქალაქ რუსთავი, ეს შანსი ნამდვილად არ უნდა გავუშვათ ხელიდან და ნამდვილად არ უნდა გადავაბაროთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა იმ ადამიანებს, რომელი ადამიანების ოცნებაც არის ერთადერთი, რომ აქ დამბრუნდნენ ის ხალხი, რომლებიც წლების მანძილზე ამ ქალაქებს ჩვენ ქვეყანას ანგრევდა, აქ დაბრუნდეს კრიმინალი ჩვენ ქუჩებში და თქვენ კარგად ნახეთ გუშინ კადრები, თუ რა სურვილი აქვთ იმ ადამიანებს, ვინც გამოკეტილნი არიან იმ ციხეში კონკრეტული დანაშაულებისათვის, რა სიტყვენ ისინი და ვისი იმედი აქვთ. ჩვენ გვაქვს არჩევანი მომავლისკენ და ჩვენ გვაქვს არჩევანი უკან დაბრუნებისკენ. თითოეულ რუსთაველს ვთხოვ რომ გაიხსენოს, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვედრებით გასულ პერიოდს, სად ვიყავით და თითოეულმა რუსთაველმა იცის რა არის ჩვენი გეგმები. ჩვენი გეგმა არის ერთი რაც საკმაოდ გაფრთხილება. ჩვენ უნდა დავძლიოთ და ამ ქალაქიდან ჩვენ მთავარ უძოვას უცხადებთ უმუშევრობას. ჩვენ ამ ქალაქიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავდევნოთ სიღარიბე და გაჭირვება. და ამის ერთადერთი გზა არის დასაქმება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში უნდა დავამთავროთ ის, რომ ოჯახებისათვის პირად ტრაგედიათ არ უნდა იქცეს ვინმეს ავად გახტომა. და ხშირად ეს იყო ქცეული ოჯახის ტრაგედიათ, იმიტომ რომ ჯანდაცვა იყო ხელმიუწვდომელი. ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე იყოს დაზღვეული, ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, ყველა ჩვენი მოქალაქეს ხელი მიუწვდებოდეს ჯანდაცვაზე. და ჩვენი ამოცანაა, რომ რუსთავში ყველა ლიფტი მუშაობდეს. ჩვენი ამოცანაა, რომ რუსთავში ყველა სახლი იყოს გადახურული. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა გზა კარგად იყოს. ჩვენი ამოცანაა, რომ მომდევნო წელს აქ ამ მიკრორაიონში დავიწყოთ ახალი ბაღის მშენებლობა, რათა ჩვენ ბავშვებს მივცეთ საბავშვო ბაღში მისვლის საშუალება და გქონდეს ამის უფლება. ჩვენი ამოცანაა, რომ აქ აღარ იყოს ინფრასტრუქტურული პრობლემები. ინფრასტრუქტურული პრობლემები. აი ამას მთელი ეს წლები, რაზეც მე ვსაუბრობდი, აკეთებდა მამუკა ჩიქოვანი. როცა მას ამის შანსი ჰქონდა და როცა იყო ქალაქის მერი თუ გუბერნატორის მოადგილე. ამის მსგავსიც კი არ გაუკეთებია დღეს არც ერთ ოპონენტს, რომელიც დღეს მამუკას უპირისპირდება აქ ამ ქალაქში და სხვა ქალაქებში მათ მიერ დაყენებული კანდიდატები. მე ამას გპირდებით რომ ეს აუცილებლად ეს პროცესები აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ და ვიცი ძალიან კარგად რუსთაველის გონიერებისა და იმედი მაქვს რომ თქვენ არჩევანს გააკეთებთ მომავლისაკენ. თქვენ არჩევანს გააკეთებთ უკეთესი ქალაქისაკენ, თქვენ არჩევანს გააკეთებთ იმისათვის რომ დამარცხდეს საკომუშევრობა, თქვენ არჩევანს გააკეთებთ იმისათვის რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს უფასო ჯანდაცვა და ხელი მიუწვდებოდეს კარგ ჯანდაცვაზე. ეს იქნება საბოლოო ჯამში ჩვენი ყველას გამარჯვება. ჩვენ აქ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება არ იქნება, ეს იქნება თითოეული ოჯახის გამარჯვება, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს. მე მინდა რამოდენიმე სიტყვა გითხრათ კიდე ჩვენს ოპონენტებზე და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მათ წარადგინეს 200 კაციანი სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 200 კაცი არის მათ სიაში, 200 ადამიანი. ნაწილი მათგანი მაჟორიტარებია, ნაწილი მათგანი არის სიით. ამ 200 კაცი ერთი ადგილიც კი არ მოიძებნა რუსთაველისთვის. არც ერთი ადამიანი მათ სიაში არ ზის, რომელიც დაიბადა რუსთავში, სკოლა დაამთავრა რუსთავში, მუშაობდა რუსთავში, მათ ეს ქალაქი არ მიაჩნიათ ღირსეულ ქალაქად. ეს არის მათი დამოკიდებულება რუსთავის მიმართ. თორე 200 კაციან სიაში რამოდენიმეს მაინც ჩასვავდნენ. არის რაიონები რუსთავზე ბევრად ცოტა რიცხოვნობის, ბევრად ნაკლები მნიშვნელობის, საიდანაც 15 და 20 ადამიანია მათ პარტიულ სიაში და ნუ თუ ერთი რუსთაველისთვის მაინც არ მოიძებნა იმ 200 კაციან სიაში ადგილი. ნუ თუ ესეთი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ რუსთავის მიმართ და ნუ თუ ეს ადამიანები აპირებენ ქვეყნის სათავეში მოსვლას. ჩვენ ნამდვილად არ გსურდა რომ გვეჩვენებინა რაღაც კადრები თუ რას გეგმავენ ეს ადამიანები საქართველოში არჩევნების შემდეგ, მაგრამ მათ მოინდომეს ეს და თქვენ აუცილებლად ამ დღეებში ნახავთ ყველაფერს ამომწურავად თუ რას აპირებდნენ ეს ადამიანები რომ ჩვენ ქვეყნისთვის დაემართებათ. თუ ვინ მართავდა, თუ ვინ აფინანსებდა და თუ ვისი დაბრუნება უნდათ აქ ამ ქალაქში და მთლიანად ქვეყანაში. დღეს ჩვენ გვპირდებით ამას და იმედი მაქვს რომ ჩვენ იმ გეგმების განხორციელების შანსი მოგვეცემათ თქვენთან ერთად, რომელი გეგმების ჩვენ გვაქვს. ამისათვის თავარია ეხლა თითოეული თქვენთაგანს, როცა მივა საარჩევნო უბანთან. ერთხელ კიდევ დავწონოთ და რა გვინდა ჩვენ ის გადავწყვიტოთ და ჩვენ რაც გვინდა თითოეულ თქვენთაგანს რაც გინდა თითოეულ თქვენთაგანის ოჯახს რაც ჭირდება თითოეულ რუსთაველს რაც ჭირდება ამ ქალაქს რაც ჭირდება და ამ ქვეყანას რაც ჭირდება ისეთი არჩევანი გავაკეთოთ მე მინდა წარმატება გისურვოთ და ეხავთ ხო
სიტყვით მამუკა ჩიქოვანს, რომელიც არის ჩვენი კანდიდატი, დაბადებული, გაზრდილი რუსთავში, ის სისხლორცეულად არის რუსთაველი, მისი ოჯახი აქ ცხოვრობს, მისი შვილები აქ სწავლობენ და ეს კაცი არის მოწადინებული, რომ ამ ქალაქში გააკეთოს სიკეთე. ეს კაცი არ არის აქ დროებით ჩამოსული და 10 დღის წინ არ გაუკეთებია ჩაწერა. ეს კაცი როცა რუსთავის მერი იყო, გახსოვთ, მაშინ დაიწყო ბევრი რამის კეთება, ეს კაცი როცა გუბერნატორის მოადგილე იყო, მაშინ ხელმძღვანელობდა იმ პროექტებს, რომელიც ეხლაც მიმდინარეობს და წარმატებით მიმდინარეობს და ეს კაცი როცა იქნება რუსთავის მაჟორიტარი, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება ამ ქალაქში. დიდი მადლობა გვინდა კიდე მოგიხადოთ და მამუკას მინდა ვთხოვო სიტყვით გამო. მადლობა მხარდაჭერისათვის. თითოეული თქვენთაგანისაგან, თითოეული რუსთაველისაგან ყოველდღიურად იგრძნობა ჩემ დამიხარდაჭერა. ჩვენ ძალიან ცოტა დღე არის, ცოტა დღე გვაქვს დარჩენილი. ძალიან ცოტა დღე გვაქვს დარჩენილი არჩევნებამდე. ძალიან ცოტა დღე არის დარჩენილი იმ არჩევანის გაკეთებამდე, რასაც ქვია მომავალსა და წარსულს შორის არჩევანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი მომავალზე გავაკეთებთ არჩევანს. მე არ შეიძლება ეს ეხლა ვილაპარაკო თქვენს წინაშე და არ შევეხო იმ ბოლოდროინდელ ბოლოდღევანდელ ფაქტებს, რომლებმაც შოკი მოგვარა თითოეულ ჩვენთაგანს. ეს იყო საშინელება, ეს იყო არაადამიანობა, ეს იყო საზიზღრობა. ეს არის ცხოველობის გამოვლინება და მე დარწმუნებული ვარ ერთში. დარწმუნებული ვარ, რომ ესეთ ადამიანებს ჩვენს გვერდით საზოგადოებაში ადგილი არ ექნებათ. მათი ადგილი ყოველთვის იქნება იქით მიმართული, სადაც კანონით არის განსაზღვრული. ისინი იქნებიან აუცილებლად 4 კედელს შორის და თან ძალიან დიდხანს. ეს არის საშინელება და არ შეიძლება რომ არ დაუგმოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ესეთი ძალადობა აღარასოდეს აღარ განმეორდეს და ჩვენმა ყურებმა და ჩვენმა თვალებმა აღარასოდეს აღარ გაიგონონ. სამწუხაროდ არიან, იყვნენ და ვიღაცა შეიძლება სურვილი გაუჩნდეს, რომ მსგავსი დანაშაული ჩაიდინოს როდესმე, მაგრამ ერთი რამე გარანტია არის, რომ ჩვენ ვაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც ყველა დაიშება ის ადამიანი, ვისაც მსგავსი გამოვლინება ექნება და განურჩევლად მათი რეგალიებისა, განურჩევლად მათი თანამდებობისა, განურჩევლად მათი მდგომარეობისა, ვინ აფარებს ხელს, ვინ დააფარებს ხელს, ყველა დასჯილი იქნება აბსოლუტურად. იმიტომ რომ ეს იყო საშინელება, რაც ჩვენი თვალებით ვიხილეთ. საშინელება იყო მართლაც და ესენი არიან არაადამიანები. საშინელება იყო და ისიც არაადამიანი არის, ვინც ამდენი ხანი ამას კადრზე გადაღებულს ინახავდა და მხოლოდ პირადი ანგარებისათვის, თანხისათვის აკეთებდა ამას. საშინელებაა, ვისაც ნაყიდი ჰქონდა ეს კადრი და რამოდენიმე ხანი აჩერებდა, რამოდენიმე წელი ჰქონდა შენახული იმისათვის, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გაეკეთებინა ეს და გამოეყენებინა და მხოლოდ არჩევნების წინ გამოეყენებინა ეს კადრები იმისათვის, რომ აი თითოეული ჩვენთაგანი, მათ შორის მეც, თქვენც შოკში ჩავარდნილიყავით და ამ შოკის ფონზე მიგვეღო ნებისმიერი გადაწყვეტილება. ჩვენ ესეთ რამეს არ დავუბრუნდებით. დღევანდელი საქართველო არასოდეს არ დაუბრუნდება წარსულს. არასოდეს მე დარწმუნებული ვარ, აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, ძალიან ბევრი ბავშვია, ძალიან ბევრი პატარა, რომელსაც არასოდეს არ უნდა ახსოვდეს. არც უნდა შევახსენოთ თუ რა იყო იმ წლებში, 90-იან წლებში. რა გავიარეთ, რა გამოვიარეთ, არ ახსოვთ ეხლანდელ თაობას და არც არასოდეს არ უნდა გავახსენოთ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ვაჩვენოთ. სწორედ ამ არჩევანის წინაშე ვდგევართ ეხლა ჩვენ და ნამდვილად ამ არჩევნის გაკეთება მოგვიწევს. ჩვენ თითოეულ ჩვენთაგან საზოგადოების ყველა წევრს რას ვირჩევთ, მომავალს თუ წარსულს. წარსულის პოლიტიკოსებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ამ ფონზე, ამ შოკის ფონზე, ამ საშინელების ფონზე წამოყვეს თავი და შესაბამისად ალბათ მათი მიზანი, მათი ცხოვრების წესი ერთადერთი რამისკენ არის მიმართული, რომ იყოს ბნელი, იყოს წარსული, იყოს ომი, ერთმანეთის გაუტანლობა, ერთმანეთის მიმართ დაპირისპირება, არა შუქი, არა წყალი, არაფერი, კრიმინალი, კორუფცია ვერ მოესწრებიან. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ არა მარტო რუსთაველები, საქართველოს ყველა მოქალაქე და უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეების აზროვნებს საღად აზროვნებს და კარგად გაარჩევს რა მიდის მომავლისაკენ და ვინ მიდის მომავლისაკენ, ვის უნდა მომავლისაკენ სწრაფვა, შენება, განვითარება და ვის უნდა სწორედ წარსულში დაბრუნება, ვის უნდა რომ
ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი ისევ ერთმანეთს დაგვაპირისპიროს და ერთმანეთის წინააღმდეგ გავიქციოთ. ჩვენ ამას დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს არ ავირჩევთ. ერთი რამე არის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე გაკეთდა, არა მარტო რუსთავში, მთელი სახელმწიფოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენ არაერთხელ ეხლა ყველაზე მთავარი პრობლემები, რა თქმა უნდა, ამ ციხის პრობლემების მოგვარებაა და ვანო მერაბიშვილი, მინისტრი ახალი ტუღუში იქნება გარანტი იმისა, რომ ეს არასოდეს არ იქნება განმეორებული საქართველოში. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ თითოეული თქვენთაგანის ოჯახში ერთით მეტი დასაქმებული მაინც გაჩნდეს უახლოეს პერიოდში. ან დასაქმების პრობლემა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ თითოეული თქვენთაგანისათვის ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვა. რა თქმა უნდა, რუსთაველები ვართ, ჩვენ გვესმის, რომ რუსთავი ქალაქის სტატუსის მქონია, მაგრამ ისიც გვესმის, რომ სოფლის განვითარების გარეშე ვერც ქალაქელი და ვერც სოფლელი ვერ ასე რომ ვთქვათ გაიმართება წელში. რა თქმა უნდა, ისიც გვესმის, რომ მცირედი ამ დიდი პრობლემების ფონზე ჩვენ გვექნება მცირედი საშუალებები, რომ ერთი თვის თუ ორი თვის თუ სამი თვის შეღავათები მივიღოთ, თუნდაც 100,000-ლიანი ვაუჩერით, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარია დასაქმება და მთავარია, რომ მეტისარგებელი მივიღოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და მომავლისაკენ სწრაფა არ გავაჩეროთ, მშენებლობა არ გავაჩეროთ. ამ ქალაქში კიდევ ერთი რა ბევრი რამეა გაკეთებელი. ეხლა შემოვედი და ჩემმა ნაცნობმა, ჩემმა უფროსმა მეგობრებმა შენიშვნა მომწეს, რომ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში მე ბევრი რამე შეიძლება ვერ გავაკეთე. შეიძლება რაღაცა გავაკეთე, მაგრამ ჩემი სამსახურებრივი სახელმწიფო მოღვაწეობის პერიოდში ვერ მოვასწარი, რომ ყველა პრობლემა მოგვარებული იყო, მაგრამ ერთ პირობას გაძლევთ რა. რუსთავი იქნება ყველაზე მოწესრიგებული ქალაქი, სადაც ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს ეზოებში, რომელიც ჩვენ გვაწუხებს სადარბაზოებში, რომელიც ჩვენ გვაწუხებს უბნებში, ეს პრობლემები მოგვარებული იქნება და რუსთავი ამ ხრივ მოწესრიგებული ქალაქი იქნება. მიხარია დღეს, რომ საყვედურს იძახიან საბავშვო მოედანი რატო არ არის ეზოში. მიხარია იმიტომ, რომ საყვედურს იძახიან, რომ რატო ასფალტი არ იგება და რატო არ არის დაგებული მის ეზოში და რა მდგომარეობა. არ არის ეს გასახარელი, იმიტომ რომ ეს პრობლემები უნდა იყოს და მოგვარებული უნდა იყოს, მაგრამ იმიტომ მიხარია, რომ ყველანი აქ მდგომი უმრავლესობა ვართ რუსთაველები და ჩვენ გვახსოვს, რომ 5 წლის წინ, 6 წლის წინ ჩვენ ვიყავით სულ სხვა გამოწვევების წინაშე. არ ქონდა შუქი, არ ქონდა წყალი, არ ქონდა გზა, არა მარტო ეზოში, არამედ ცენტრალური გზა, კრიმინალი, კორუფცია. ამ წარსულს ჩვენ არასოდეს არ დაუბრუნდებით. რუსთავი გამოვიდა, ჩამოიხსნა მკვდარი ქალაქის იარლიკი და აღარასოდეს აღარ იქნება მკვდარი ქალაქი, აღარასოდეს არ დაიბრუნებს ამ სახელს და მხოლოდ და მხოლოდ თითოეულ თქვენთან ერთად ვიქნებით იმაზე ორიენტირებული, რომ გავაგრძელოთ მშენებლობა, გავაგრძელოთ და მივიდეთ იქამდე, რომ ყველა სადარბაზო, ყველა ეზო, მთლიანად ქალაქი იყოს მოწესრიგებული და ამ ქალაქში ცხოვრება სასიამოვნო იყოს. ყველას კონდეს სამუშაო ადგილი, ყველას კონდეს მეტი შემოსავალი, მეტი სარგებელი, ყველას კონდეს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ეს არა მარტო ქალაქში, არამედ სოფლადაც ეს პრობლემები იყოს მოგვარებული და შესაბამისად თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა თქვენთაგანმა ამ ქალაქში მაცხოვრებელმა იგრძნოს მეტი სარგებელი იმ გაკეთებული საქმიდან. ჩვენ ერთ რამეს უნდა უთხრათ ხმამაღლა 9 დღეში გავცეთ პასუხი, რომ ჩვენ არასოდეს არ დავუბრუნდებით წარსულში, არასოდეს არ დავიბრუნებთ წარსულს და მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ბავშვის გულისათვის, ამ ჩვენი მომავლის გულისათვის ვიქნებით ორიენტირებული მომავალზე და სადაც ისინი არასოდეს ცხოვრებაში და მათ არასოდეს ცხოვრებაში არავინ არ გაახსენებს. რა ცუდი პერიოდი გამოუიარეთ. მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ხანდახან იშვიათად ისიც ფილმებში მოკრა. მათ არ უნდა გაიარონ ის წლები, ის 90-იანი წლები, ის ქართველების დაპირისპირება, საქართველოს მოქალაქეების დაპირისპირება, ერთმანეთის სისხლი, ერთმანეთის ზიზღი. ჩვენ პირიქით ერთმანეთის სიყვარულით უნდა დაუდგეთ გვერდში და ჩვენი სტაბილურობით, ჩვენი სტაბილური მშენებლობით, განვითარებით უნდა მივიდეთ დიდ გამარჯვებამდე. ჩვენი გამარჯვება ამ არჩევნებში გამარჯვება იქნება ქალაქის გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ჩვენი მომავლის გამარჯვება. დიდი მადლობა. მამშვენიერი კაცი არის, მაგის კაცი არ მინდა. თუ არ მოგწონს. მე ძალიან მომწონს ეს კაცი პირიქით.